გრძელდება ჩვენი თამაშები და ამ თამაშს ქვია გამოიცან ვარსკვლავი. ვარსკვლავების სახეები არის ამ ტრაფარეტების ქვეშ მოთავსებული. ისევ ორ გუნდათ ვართ, გაყოფილები აქა, მე და ნიკო ვართ და შენ როგორც აღმოაჩინეთ ისევე. ჩაგიდეთ ერთი კაცი. ერთმანეთს ვუხსნით. მოკლედ, აი დაუშვათ, მე ავიფარე ტრაფარეტი, არ ვიცი ვინ არის ასახული ტრაფარეტს და პაროდიის საშუალებით ნიკო ამიხსნის მე ვინ არის ეს. შეგვიძლია დავიწყოთ. მე შენ გიხსნი ესენი ერთმანეთს. აჰა. იაზაც. Pani como mis minierte. Como mis minierte. დაჯაბე გონება. კარგად დაჯაბე გონება. და იფიქრე ხა ვის პერიოდია შეიძლება ვაკეთებდე. უკვე ვიცი? ხო, აი ძალიან ის არა ქვია ღარიბაშვილი? არა, ბატონბიძინაძე იფიქრე ბატონბიძინაძე. მიშა? ბატონბიძინაძე იფიქრე მეთქი. ფიქრო ბიძინაძე. ბატონბიძინა? ბატონბიძინა. ღარიბაშვილი. ხო. თვი. თვითონ ვერცნობს. არ გამიგონია. ფოტო თუ ვერცნობს. ღარიბაშვილი არა. რო დაიწყო ეგრევე ძალიან კარგი პაროდია. მე თქვი, ის მიხდი რომ მიხ. ღარიბაშვილი. კარგი. არიცი იმას თუ ესე აკეთებს, იმაზე რას ისავს. ილო, თუ შეიძლება აუხსენით. ეს აიფარეთ ტრაფარეტი და და მე აუხსნა. ო. ვახჩენ. ამას რა გააკეთე? ამას რა იკადრებ. აბა შეხედე. ილო, თან უყურე შენ გისმენთ. უყურე. ეს უნდა წარმოიდგინო. ჯერ ეს უნდა წარმოიდგინო. ეგ მარტო ერთსა აქ და. გაუკეთე პაროდია ჯერ. ეს უნდა გააკეთო, ეს წარმოიდგინე და ის მე მგონი ეგ არის ის აქ არის კობახიძე ხო? მისი საყარელი არის. ობახიძის საცინება გახსოვს სიმღერაზე. თავრობა უფრო ძროხას გავს. აი მაგაზე გიждდება. უყურე. ეს არის თვითონ რომ ხარია რა მაგარი რაღაცა თქვა. თან იმ ჟურნალისტს აღმოხდება. თან მაგასა აქ მარტო ესეთი ხმა. კარგი, ეხლა მე ჩემი პაროდია ერთით. მომეცი ერთად იყვნენ ბიჭები აგერ. თვითონ კაცი არის. ბიჭებს უნდა დავაშორებთ. ჩემი პაროდიის დრო დადგა. აბა ნიკო, აი იარა. ო, ვიწყებ უკვე. დაიწყე. ნახევარი ინსტაგრამი ეგეთია ვანი. შენი თანაწამყვანი ხომ არა, მშვენიერესი და ლამაზესი. მშვენიერესი გამაჩვენე? არა, არ გამოგე, რაც არ უნდა ქნა ისე მაინც ვერ გამზიკავ. მაინც აკაი, ახლა. რონენა და გამოვიცანი. ეგ არის. მაინც გეკრებათ ერთ-ერთ ნამუშევრები რო. ეხლა მისი ჯერია და ხო? კი ბატონო, დიახ. ილო ხსნის, ილო პაროდიებში ხო ის ირაზლი. ვაჰ, ჩემი ამას. აბა ჯერ აგიხსნას და მე გამოვიცანი. ეგეთ უნიკალურ ადამიანებს ვერ ვაკეთებ. მაიცა? უნდა აუხსნა რამენაირად. ეხლა შახან შენის მითხარი მე და არა, ხმითაც შემილია ხო? კი, რა თქმა უნდა. არა, ხმით რო გავაკეთო, ისეთი რამე უნდა თქვა ეგრევე გამოვისვით. ამიტომ სხვა რამეს ვიტყვი რა. ოკეი. უნდა გამოვისვით ხო? არ უნდა რომ გეუბნები გამიდეს. ასე არც ოცნება გვინდა, არც სააკაშვილი გვინდა. ვფიცავ ერის და ღვთის წინაშე. აი, ინაშვილი. ამარტივია ეს რა. ეგ არის ერთი დაფიცება და მისი უნიკალური ხმა გამორიცხული არის რა. ჰოპ. აბამ. აუ ამას მე გავაკეთებდი სიამოვნები. ბამბარებან. რა იქნებ გამოიცანი. აბა ეს მე ვარ კიდევ თამაშობ წყლაშუნი დავარქვა. კი ბატონო, წყლაშ. ოპა. ახსენი. მიდი. გაუხსენი. ანუ ჩემნაირია მელოტია და მაღალია რა. თუ კიდე მასო გავიქრა ჩვენ და მასაც ხوار უყარს ჩხუბი. აი ეგ არის რა. ჩხუბი მასაც უყარს. აიგენი მასაც ესვრიან კენჩევს ეს არის ნიკამე. ეხლა მე ვიტყოლაშუნებ. ხო. იაპაზა. ოპა. რა. ამას მე გავაკეთე. ოპა. რატო ამოდის ყველა იმას ასეც აი. მოწევ შენ. მოწევ. მოწევ, კი. მე აშენ შემომხაზე მე რა თუ ეს.
ისა კაცო, ჯაფარა? ჯაფარა. პირველი რაც გამახსენდა უცებ, რაც შენ მიგანიშნებდა ჯაფარაზე. ხება იყო კაცო. ბევრი დასახელება გაქვს ჯაფარა. მინიშნება. მართლა, მაგრამ პაროდია გავაკეთე, თვითონაც ეს ლაპარაკობს. ეგრე ლაპარაკობს ადამიანი. დაფიცების პონტია რა ეგ რა. მოწევა ეგ არის. ილო გთხოვთ სახეზე მიიტყლაშუნეთ. ტყლაშ, მოახჩემი. ახსენი. და რამე ანიკოს მეორე პროფესია გახმოვანებაა. ახსენი და რამე არის შეგეჭალოსო. ეხა უყურე. ჩვენ ავაშენეთ სიგნაღი, ჩვენ ავაშენეთ ბათუმი. ჩვენ კიდე ბევრს გავაკეთებთ. ოღონდ ეს ყველაფერი ესე. ეხა სწრაფად ხო, რა ვიცი, იმას ვერ გავაკეთებ. ანუ ესე იცი. შეიძლება თქვა არ ვიცი. ისე საერთოდ. კარგად მიდივართ მე მგონი, კარგად. ახლა ესე იგი მე და შენ და კარგად ვიდრე, კარგად. აგრე მოგიწია. ფინიშზე ვარ თითქმის. აბა მიდი. მე სიმბოლურია. რა სიმბოლურია? რის მერე ძალიან მარტივად, აი როგორც ჯაფარა და როგორც ჯაფარა ისე კითხე და ეგ არის. კაცი. შუა შევიყენო, შუა. კარგი. აბა ლევან გთხოვთ. ხმა მიეცით ლევან ხაბეიშვილი. ამბორი და ყველა ერთად ვუგაშო. ეს არ გადაწასი, ეს მამას მიეცით. მაგარია, კაცი ეს ბოლოს კაცი გამოდგა. ჯამ ჩვენ ჯიგრები ვარ. ესე იგი, მეგობრებო, ეს თამაში დასრულდა ფრედ, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ მოედანზე თამაშობ, ერთი ქულა გეკუთვნის, ამიტომ გამარჯვებული ხარ შენ. მოვიგეთ. ლიდერ ბეტისგან გადმოგეცემა ლიდერ მადლობა. მე რამდენი სტუმარს უნდა წაართვა, დაუტოვე ვიღაცას. ჩვევა მაქვს ეგეთი. მოკლედ